შეჯიბრი მიმდინარეობს ვინ უფრო მეტი ექსტრემისტია. გედი ფოფხაძე, ელენე ხოშტარია თუ ლევან ხაბეიშვილი. და ამ შეჯიბრში გაიჭრნენ წინ გედი და ლევანი. და ეხლა უნდა რომ წამოეწიოს ეს ერთი და მეორეთი არ გაუჭირდება არც გერაოს გადახდა ვინაიდან თუ ვინმე საფინანსებს ზოგადად და მხარს უჭერს ეს არის რუსეთი და ხოშტარიას ოჯახი. უშუალებელი თანხებს შემოდის ყოველთვიურად. აქედან გამომდინარე გარკვეული ეჭვები ჩდება მის მიმართ და ვფიქრობ ეს ეჭვები საზოგადოებაც არსებობს განსაკუთრებით მის საზოგადოებაში რომელიც ჩვენ გვეპირისპირდება. და მათთვის დასამტკიცებლად რომ იგი ღებულობს რუსულ თანხებს, მაგრამ ღებულობს იმიტომ რომ ტანკი არ გამოუშვან რუსებმა როგორც მამამისმა განმარტა. როგორ შეიძლება აი ამ ვითარებაში 100 აზიანებდა ქვეყანას, მხოლოდ ერთადერთი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს. ერთი რომ საქართველოს რეალობა შექმნილი ისეთი მსოფლიოში რომ საქართველოს ჩართვა აი ამ დაპირისპირებაში არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კონკრეტულად სისხლიანი პოლიტიკისათვის, რომელიც აქ არ ყალიბდება და მეორე რეალურად რუსეთი რასაკვირველია პოლიტიკურად იგებს მაშინ როცა საქართველოს ხელისუფლებას უპირისპირდება ადამიანების ჯგუფი სწორედ ამ მიზეზით რომ ევროკავშირისკენ თურმე არ მიდის და მიდის რუსეთის ორბიტაზე. ერთი და მეორე შემთხვევა არის გასაერთიანებელი და ერთი დასკვნა გასაკეთებელი. ქვეყანას ებრძვიან საკმაოდ სერიოზული მეთოდებით, მაგრამ ეს მებრძოლი ქვეყანასთან არ არის მხოლოდ ერთი. ბევრი მხარე არის დაინტერესებული საქართველოს დესტაბილიზაციაში. მეორე კითხვა ეხება 4 ოქტომბერს რა იქნება? მშვიდობიანი დამხობა, დგას ქრისტესთვის ნაცნობრობის პოლიტიკურ არსენალშია. მათ ამის რესურსი, გეგმა და მცდელობაც იქნება, თუ ეს არის უბრალოდ განცხადებებისთვის არ არის. ამ ადამიანებმა გამოავლინეს თავისი თავი და რეალურად ლამობენ იმას, რომ გაამართლონ ის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია 2020 წლიდან განსაკუთრებით ინტენსიურად უყურებთ. ამ რევოლუციის მცდელობებს უშუალებელი თანხებია დახარჯული აგერ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია აქვეყნებს მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში რამდენია დახარჯული მხოლოდ USAID-ის მხრიდან და რამდენი კიდევ ესეთი ფონდია. ათეულობით მილიონი დოლარი დაიხარჯა. ასე რომ ეს დამუქრება, ეს მცდელობები, ესეთი გააფთრებული გამოვარდნები განცხადებებით, კონკრეტული ქმედებებით არის რასაკვირველია შედეგი იმ არსებული რევოლუციური გეგმისა. იცვლება გარკვეული ელემენტები, მაგრამ მთავარი ხაზი დარჩენილია. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ 4 ოქტომბრის რევოლუციას მხარს არ უჭერს არა მარტო მოსახლეობის ის უდიდესი ნაწილი, რომელიც ქართული ოცნების მხარდამჭერია, არამედ ისინიც, ვინც მხარს უჭერენ ოპოზიციას. მაგრამ არ უნდათ აი ესეთი ოპოზიცია, რომელიც ქვეყანას ისე დაამარცხებს, რომ ეს პროცესი იქნება შეუქცევადი და ათეული წლები დაჭირდება იმას, რომ გადარჩეს ქვეყანა, თუ კი გადარჩება. ასე რომ ყველაფერი რაც ხდება საქართველოში აუცილებლად უნდა იქნეს განხილული, გაშუქებული აი ამ ძალიან მძიმე დაპირისპირების ფონზე, რომელიც სოფლიოში მიმდინარეობს. ხაბეიშვილის კონტექსტი როგორ იყო ამ დამხობის სცენარში? ამას გეკითხებთ, იმიტომ რომ თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ის იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ამ პროცესში, სწორედ მის შეშინია ხელისუფლებას და ახლა გაანეიტრეს და პოლიტიკური მოტივით დააკავისო. არა, ხაბეიშვილზე არ არის აქ ლაპარაკი. ხაბეიშვილი არის ერთ-ერთი რა, ეგ ნახა რაღაც ნიშა, რომ თავი გამოიჩინოს, ვინაიდან გაწიეს ყველაფრიდან რაღაც სიმბოლური თანამდებობა დაუტოვეს და მიხეილ სააკაშვილის მთავარ წარმომადგენლად უნდოდა საკუთარი თავის წარმოდგენა და იქიდანაც გაწიეს. ეს ერთი, მაგრამ ამ პირადი ამბიციის უკან დგას ნაცმოძრაობის აი ამ სისხლიანი ორგანიზაციის გეგმა, რომ ქვეყანაში არჩევნებით ვერ მოდიან და უნდა მოვიდნენ რევოლუციური გზით. ხაბეიშვილმა გადაწყვიტა, რომ ამ რევოლუციას სათავეში ჩაუდგეს. ხაბეიშვილი არის მთავარი კონკურენტი
ელენე ხოშტარიასი და გედი ფოფხაძის. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად ამ განვითარებას, რომელიც საქართველოში სისხლს მოიტანს, არ დაუჭერს მხარს. კითხავთ ეუთოსთან დაკავშირებით, ეუთოლ ამბობს, რომ ჩეხეთში ამცამებს საკუთარ დამკვირვებლებს, ეს მაშინ, როდესაც დროის ფაქტორი ქონდა საქართველოს შემთხვევაში. არა, ჩეხეთში ხო. დრო იგივე არის ჩეხეთის შემთხვევაში, რატომ? არა, ჩეხეთში გააგზავნა ნიძეს სასმენთში. არა, მნიშვნელობა ესა ჩეხეთში საჭიროების დამდგენი მისია გააგზავნა, თუმცა სხვა ბევრი ქვეყანაა, რომელშიც გაგზავნილი აქვს მისია, ისე რომ ამდენი შეკრება, ამდენი გადაწყვეტილებების მიღება, დამკვირვებლების გაგზავნა, მოწინავე ჯგუფის, შემდეგ დამკვირვებლების, აი ესეთი მზადება არ ყოფილა. და ასეთი შემთხვევები ბევრი, არა მარტო ჩეხეთი. აქ სხვა რამეშია საქმე, 2024 წელს ოქტომბერში არჩევნებზე დადო პოზიტიური დასკვნა. გამოვიდნენ, განცხადება გააკეთეს და პირველი სიტყვა, რომელიც თქვეს, იყო საქართველოს არჩეული ხელისუფლება და ასე შემდეგ. აი ეს ვერ აპატიეს და ამ დასკვნის მიუხედავად დღემდე არის საუბარი იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა იმითი, რომ თურმე წერტილი, რომელიც მეორე მხრიდან გამოჟონა, აჩვენებდა იმას, რომ დაირღვა ფარულობა, კენჭისყრის. ეს თემა დაივიწყეს. ეხლა გადავიდნენ მეორე თემაზე, ეს არის პრორუსულობის თემა. ისი არც ერთი მაგალითიც არ გააჩნია, ვერც მოიყვანენ, ვერც ერთ მაგალითს განსხვავებით ნაცმოძრაობის ქმედებებისაგან. მას რა უნდა ქნან? არ უნდა გამოაგზავნონ მისია ისეთი, რომელიც აუცილებლად იტყვის, რომ არჩევნები კონკურენტული იყო, რომელიც იტყვის, კარგად იყო ორგანიზებული არჩევნები და არსებობენ ექსტრემისტული ჯგუფები, ხაბეიშვილი თავისი ევროპული ჰაბიტუსით სათავეში უდგას ამ სისხლისღვრის ორგანიზებას. ამას დადებენ ამ დასკვნას და ამ დასკვნის დადება ძალიან ბევრს არ აწყობს. გიორგი გახარიასთან დაკავშირებით არის მათი ინფორმაცია. მოიპოვა რუსთაველმა დოკუმენტები, თუ როგორ გამზრდა გიორგი გახარია 2024 წელს, კიდევ 4 წუთში მიწის ორი ნაკვეთი და პარიზში ბინა თითქმის 9 მილიონ ევროთ, რომელიც ცოლის სახელზეა გაფორმებული. ასევე დეკლარაციაში დამოვა ქონების ნაწილი, წავკისის სახლები, ამაღლების ქუჩაზე ბინები. რას ნიშნავს ეს მაშინ, როდესაც თავად პანდემიის წელს იძახდა, რომ აღარიდა, პარავეთ ბინებდა ეცით ძალიან არ ვიცი რამდენად დასაბუთებულია ეს მასალები, მაგრამ რეალობა რომ არის არა რა მინდა აღჭობს ბოღმა მაქვს არა, იცით ძალიან მძიმე სურათია, რომ გადახედავ წარსულს, იმ პერიოდში შეიძლება უცებ ვერ აკეთებ დასკვნებს. რომ გადახედავ წარსულს, როგორც ცდილობდა ერთი ადამიანი უშველებელი ზიანი მიეყენებინა პოლიციისათვის. მერე ქვეყნისათვის ზოგადად რომ გადადგა აბსოლუტურად რაღაც გარკვეულ გეგმაზე ორიენტირებული. და რასაკვირველია არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ ეს მასალები ყველაფერი რეალობა გამოდგეს. საჭიროა საექსპერტო დასკვნა, საჭიროა გამოძიება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, რომ ინტერესი აბსოლუტურად არ უკავშირდება ქვეყნის ინტერესს, ის ინტერესი, რომელიც გააჩნია გიორგი გახარიას. შეიძლება მისი გუნდის წევრები ბევრ ინფორმაციას არც ფლობენ, მაგრამ ფაქტია, აი ამ ფაქტების ანალიზი რასაკვირველია ძალიან დიდ წყენას, გულდაწყვეტას და ამავე დროს დაფიქრების აუცილებლობას იწვევს. რეალობა ის არის, რომ გახარია არის ადამიანი, ვინც გადაწყვიტა საქართველოს დაენგრია. აი ამ პირობებში, როდესაც კულმინაციას მიაღწია დაძაბულობამ, ამ პირობებში გამოდის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას აცხადებს. აი ეს არის სწორედ ის ქმედება, რომელსაც უნდა მოყოლოდა გაცილებით უფრო მძიმე შედეგები, ვიდრე ქონდა ამას ადგილი
აფხაზეთის ხეობაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი არა პროფესიონალურად ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, რომელმაც ქუჩაში უამრავი ხალხი გამოიყვანა. აქ ბევრი რაღაც თემებია ისეთი, რომელსაც ლოგიკურ დასკვნამდე მივყევართ. თუ რატომ შეიძლება ეს დოკუმენტები რეალობა იყოს. აი ნახეთ რამდენი რკითხოთ. მაშინ როდესაც სანდობის პირი იყო, მაგ პერიოდში გვექება სწორედ მიწები, სახლები, დინაპარი, ძალი ქონება. მაშინ როდესაც ადამიანები ჩაკეტილები იყვნენ სახლში, მართლა ბევრი ადამიანი გაღარიდა შეძრება და თურმე თვითონ დიდრდებოდა, ხო? აი ეს მისი თანხების წარმომავლობა თუ უნდა იყოს უკვე დაინტერესებისაგან საგამოძიებო ორგანოებისთვის და ამ დოლაც რომ იქმნიდა თქვენი კრიზის მენეჯერი. ხო. ეს ამბავი როგორ იყო, როგორ დიდრდებოდა კახარია? გითხარით მე უკვე. არა, ის პოლიტიკური იყო, ბატონო, ახლა ქონებაზე მინდა და. არა, მე ხო არა ვარ გამომძიებელი. არა, უშუალებელი ქონება დაუფიქსირდა. ექსპერტები შეამოწმებენ და დარწმუნებული ვარ, რომ იმ მოღალატეობრივი ნაბიჯების შემდეგ ლოგიკურ დასკვნამდე მივად. როდესაც ადამიანები, ხალხი, საერთოდ ქვეყნები, მსოფლიო პანდემიის აი ამ ვითარების გამო იყვნენ ჩაკეტილები და ეკონომიკა ინგრეოდა ბევრ ქვეყანაში. ვერ ამოისუნთქა უამრავმა ქვეყანამ დღემდე. ხო, მაშინ კახარია აღწევდა იმას, რომ სახლი და პარიზში ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყოლებენ, ამას ვერ გააყალბებ იმ დოკუმენტებს, რაც წარმოადგენს. ასე რომ სამწუხაროა რეალობაში მე ვფიქრობ, ბევრი რამეზე დაფიქრება გვმართებს, მაგრამ პატარა ქვეყანას მცირე რესურსებით, რომელსაც უწევს აი ამდენ დაპირისპირებას გაუკლავდეს, რასაკვირველია ვერ მოვთხოვთ იმ სიხისტეს, რომელსაც მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია იჩენს. გააჩნია მას რესურსი და პატარა ქვეყანა მოქცეული ამდენ დაპირისპირებებში, პანდემია დაატყდა კიდევ ქვეყანას თავს და ეს კახარია დიდრდება და პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული, რომელიც ქვეყანას დანგრევას და დესტაბილიზაციას უპირებს. ეცეთ რა ლოგიკური ჯაჭვი. ეგ არჩევნების წინ რატომღაც უკრაინიდან რაღაცა გარკვეული მესიჯები შემოდის, რომელსაც მესიჯები ცოტა ისეთი რბილი სიტყვაა. ეცეთ რა უკრაინიდან ხდება გარკვეული აქტივობები, ისეთი, რომელიც არა თუ საქართველოს, არამედ საერთოდ რეგიონის აფეთქებას უმზადებს წინაპირობას. 2020 წელში არჩევნებზე გახსოვთ გივით არგამაძის აფეთქება იყო დაგეგმილი, თითქმის განხორციელდა კიდეც და ადამიანი უკრაინიდან იყო გადმოსული, რაც დაზუსტებით იციანობენ შესაბამისმა სტრუქტურებმა. და დღესაც იქ იმალება და არის გია ლუთქიფანიძის მარჯვენა ხელი თუ მისი გუნდის წევრი. შემდეგ იყო სააკაშვილის ჩამოსვლა იმ პერიოდში, როცა რევოლუციას უნდა ჩადგომოდა სათავეში და ამასაც უკვე ორი აზრი არ არსებობს, რომ ზუსტად ეგეთი სცენარით უნდა განვითარებულიყო პროცესები, როგორცაც იგი ჯერ კიდევ ჩამოსვლამდე აცხადებდა. ეხლა ისე უკრაინიდან ჩამოდის ეს უშველებელი რაოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერებები. და მე მოვიგონოთ, როგორ უპირისპირდებოდა უკრაინის ხელისუფლება უმაღლესი დონიდან დაწყებული, საკმაოდ მაღალ დონის ადამიანებზე დამთავრებული, პირდაპირ უპირისპირდებოდა საქართველოს. პირდაპირ მოითხოვდნენ ხელისუფლების გადაყენებას, თუნდაც ძალისმიერი მეთოდით, ელჩის გაწვევა, თავისი ჩვენი ელჩის გამოგდება იქიდან, იმაზე მეტყოლებს, რომ ამოცანა, რომ საქართველოს ჩართულიყო საომარ მოქმედებებში, არსებობდა და დღესაც არსებობს. აქედან გამომდინარე გარკვეულწილად ეჭვები, რასაკვირველია, მიდის სწორედაც აი უკრაინის საზღვრის იქით პირობებზე ერთი საკითხი მე პირადად ერთი კითხვა მრჩება, რომ ფაქტია, რომ ამაში ჩართულია ყველაფერში, მათ შორის ქართული წარმოშობის თუ ქართული პასპორტის გვარების მქონე ადამიანები, იცის თუ არა ეს
უმაღლესმა ხელისუფლებამ უკრაინის. ეს შეკითხვა დარჩა, ამ შეკითხვაზე უნდა გაიცეს პასუხი. და აქ თუ არა რამის სათქმელი. უკრაინა უმძიმეს მდგომარეობაშია და ჩვენ თუ თავს ვიკავებთ აი ამ საკითხებთან მიმართებაში, რომ ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ, რასაკვირველია იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ხალხს მხარს უჭერთ. არც ერთი განცხადება არ დაგვიტოვებია, რომ არ შეუერთდეთ. უკრაინასთან დაკავშირებით. სასამართლოს მიმართეს ჰააგის სასამართლოს თელმა რიგმა ქვეყნებმა და ჩვენი ხელმოწერაც იქ არის. ვერ გაბედა მოლდოვამ და ბერმა სხვამ. ასე რომ პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი უკრაინისადმი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავიჯერებთ, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, ჩვეულებრივი მოვლენაა და დამთხევაა, მხოლოდ რომ ერთი, მეორე, აგერ მესამე კიდე ტერორისტული ტერორისტული აქტის ორგანიზების საკითხებთან დაკავშირებით უკრაინის რაღაც გარკვეულ სტრუქტურას ან კონკრეტულ ადამიანებს, ვინც უკრაინაში ცხოვრობს, რაიმე კავშირი არ აქვს. მე მგონი ჩემი კომენტარი ზუსტად პასუხობდა მაგაც, მაგრამ რადგან თქვენი დაუკმაყოფილებლობა გაქვთ, შეიძლება ფიქრობდით რაღაც სიყვარულზე ფიქრობდით, შეიძლება ვერ გაიგონეთ. ამიტომ ახლა ვიტყვი უფრო დაზუსტებულად. უკრაინასთან დაკავშირებულია რამოდენიმე ფაქტი. პირველი ფაქტი ის, რომ უკრაინას პრინციპულად უდოდა, სჭირდებოდა და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რათა საქართველოში ხელისუფლება შეცვლილიყო და საქართველო ჩართულიყო საომარ მოქმედებებში. ამას ორი აზრი არ არსებობს, აგერ ზელენსკი გამოვიდა ტელევიზიით მიმართა ხალხს გადააყენეთ თავრობა, თქვენ ასეთ თავრობის ღირსები არ ახართ, რომ თვითმფრინავები ჩამოიყვანეს, რომ ჩვენ ჩართულიყავით ომში სამხედრო ამუნიციის და მოხალისეების გაგზავნით. ყველაფერს თავი დავანებოთ, ერთი ფაქტი იყო, როდესაც აგერ უკრაინიდან გადმოსულმა ადამიანმა გადაწყვიტა ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი ოპოზიციონერის აფეთქებით მოკვდინება. მეორე ფაქტი იყო სააკაშვილი ჩამოვიდა უკრაინიდან კვლავ და მესამე ფაქტია კვლავ უკრაინიდან მოდის ასაფეთქებელი ნივთიერება გაცილებით უფრო ძლიერი, ვიდრე სხვა ნებისმიერი ასაფეთქებელი ნივთიერება და ისიც დადგენილია, რომ საქართველოში უნდა განხორციელებულიყო. ჩვენ ხარც უჭერთ უკრაინის ხალხს, მაგრამ ვერანაირად ვერ დავხუჭავთ თვალს იმაზე, რომ უკრაინის შესაბამისი ხელისუფლების შესაბამისი იერარქიის წარმომადგენლები საქართველოს მოუწოდებდნენ და დღესაც პრინციპული პოზიცია უკავიათ იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა იქცეოდეს საქართველო და ეს მოგორილი თემა, რომ პრორუსულია ხელისუფლება, რასაკვირველია, მათ შორის უკრაინის მხრიდან არის მხარდაჭერილი და არა მარტო მხარდაჭერილი, არამედ აი კონკრეტული ქმედებები ვიხილეთ. გვაქვს ეჭვი, საფუძვლის ეჭვი, საზოგადოება საერთოდ არა მარტო გამოძიებას, რომ სწორედაც ოპოზიციის დასახმარებლად მოდიოდა ეს ასაფეთქებელი ნივთიერებები, თუმცა ნოვეტყვით გვარებს ჯერ უნდა დავასახელოთ, ხალაიას გვარი ახსენეს კიდევ ვიღაცის გვარები, ამას გამოძიება გვეტყვის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ მოდიოდა რაღაც სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად. ბატონო, კი ამ დრომდე არ გაუკეთებია ევროკავშირის ელჩოს განმარტებები პაველ ხერჩინსკისა და ოპოზიციის აქტივისტების კავშირებს შორის, როგორც უკვე ვიცით, გურიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ხერჩინსკი ოპოზიციის აქტივისტებს და აქტივისტებს შეხვდა, რომლებიც განსაკუთრებით აგრესიით გამოირჩევიან აქციის ორგანიზატორები არიან და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მომხრეები არიან. რას ნიშნავს? ეცით რა არის, სწორია, ევროკავშირის ელჩის, ევროკავშირის წარმომადგენლების შეხვედრა ექსტრემისტებთან, რათა უთხრან, რომ ეს არ არის ევროპული სტანდარტი. ევროპული სტანდარტი ნიშნავს დაპირისპირებას ინტელექტუალურ პოლიტიკურ სივრცეში. მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი, რომელიც მოქმედებს ასე ელჩის სახელით,
არ უღებს კონვენციასაც და არ უღებს ყველა პრინციპს, რომელიც უნდა ახასიათებდეს ევროპას. მოუწოდებდეს სიმშვიდისაკენ, მოუწოდებდეს პოლიტიკური დაპირისპირებისაკენ, მაგრამ არასგზის სისხლისღვრისაკენ და ადამიანები, ვინც ფიზიკურ განადგურებაზე საუბრობს, მათ შორის მოლოტოვის კოქტეილის გამოყენების ეს იდეალიზაციას ახდენს, მას არ უნდა შეხვდეს და ხელი არ უნდა ჩამოართვას. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია და ჩვენ თვალწინ ვითარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ინსტრუქცია გააჩნია და მიყვება გარკვეულ ინსტრუქციას ისევე როგორც გერმანიის ელჩი. ფაქტია, რომ საქართველოში ეს არ ხდება ჩვეულებრივად და შემთხვევით. ფაქტია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები უნდა განვიხილოთ იმ დაძაბულობის ფონზე, რომელიც ახასიათებს დღეს ევროპას და რაც გამოიწვია რუსეთის შეჭრამ უკრაინაში. აქედან გამომდინარე სურვილი იმისა, რომ დივერსიფიცირება მოხდეს უკრაინის აგრესიის და საქართველოსკენ იყოს მიმართული, ეს არის დღეს თემა, ეს არის დღეს ამოცანა და ამ ამოცანას მიყვებიან მათ შორის იმ ქვეყნების წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრები, რომელიც ეხლა ხანს ვიხილეთ რუსთაველის მოედანზე და აი ხერჩინსკისგან განსხვავებული არაფრით არ არის მათი ქმედება, პირიქით უფრო მძიმეც არის. საქსტატიც კი თავდანებების ცნობით ქვეყანაში გაზრდილია საგარეო ვაჭრობა და 2025 წლის შემდეგ საქართველოში საშუალო თვლიური ნომინალური ხელფასი 10.3%-ით გაიზარდა. ეს 2025 წლის მეორე კვარტალში ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა საქსტატმა და ესეც რა შეგვიძლია. ეცით რა ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ოპოზიციისა, ოპოზიციაც აღარ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამ რადიკალებისა, ექსტრემისტების არის დემონიზაცია სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანების. რომლებსაც ოჯახის წევრებიც ყავთ, პენსიონერებიც, ზოგი სხვებსაც ეხმარება, მე ვიცი ეგეთი ბევრი შემთხვევა, მაგრამ ფაქტია, რომ დასაქმებულთა რაოდენობაც იზრდება საქართველოში. ვინაიდან იზრდება საწარმოების რაოდენობა, ვისაც თუნდაც სახელმწიფო აფინანსებს. თუნდაც სახელმწიფო პროგრამები და ფაქტია, რომ იზრდება საშუალო ხელფასიც. ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. პირიქით, მისასალმებელია, რასაც წყობილებიდან გამოყავს ისტორიკაში აგდებს ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას. ფაქტია, რომ გაიზარდა საგარეო ვაჭრობაც, სავაჭრო ბრუნვაც. ესეც ფაქტია და რეალურად აი ამ ვითარებაში საქართველოს რომ აქვს შესაძლებლობა ცირედით მაინც ეკონომიკა გაზარდოს და 2030 წელს უნდა უკვე საშუალო ევროპულ დონეზე გავიდეს, რასაკვირველი ეს არის მთავარი განაცხადი ევროკავშირის წევრობისა. და არა ის, რასაც აკეთებენ ხაბეიშვილები და ხოშტარიები ჩვენ ქვეყანაში. ბატონო, კი რამდენიმე კითხვა მაქვს, მე პირველი დავიწყებ ჯოანშელ ბურჭულაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ვიცით, რომ დღეს უნდა შეიტანოს საავადმყოფო სასამართლოში საარჩევნო მისმა ადვოკატებმა საქართველოს სოციალურ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ და ამის პარალელურად ასე ვთქვათ, ადასტურებენ იმ ბრალს, რომელიც წარადგინა ჯოანშელ ბურჭულაძეს. ასევე გვესმის განცხადებები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან, რომ შემდეგი შეიძლება იყოს ითაყრი ყარიბაშვილი და რამდენიმე სახელმწიფოებს ასახელებენ თქვენი ყოფილი თანაგუნდელების ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ერთი მხრივ ჯოანშელ ბურჭულაძის ირგვლივ განვითარებულ საქმეს როგორ შეაფასებთ და მეორე მხრივ რას უპასუხებთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს? ეცეთ სპეკულაციების ადგილი აქ არ არის. მე პრინციპულად გამავრიცხავ იმას, რომ ვინმე კიდევ სხვა ჩართულია ესეთ სქემაში, რომელიც ამ ჯოანშელ ბურჭულაძის საკითხთან დაკავშირებით წარმოგვიდგინეს. თუ კი ეს სქემა ნამდვილია, თუ კი დაცვას არ ექნება დამამტკიცებელი იმისა, რომ ეს დანაშაული არ მომხდარა, ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება. დასაკვირველი აქ უნდა იყოს თანასწორობა ბრალდებასა და დაცვის მხარეს შორის, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რასაც გადაწყვეტს სასამართლო. მაგრამ თუ კი ეს სქემა ნამდვილია და რეალურად ვხედავთ, რომ სახლიც ნაყიდია და აი ამ ხელა უშუალებელი თანხებია დახარჯული, არასწორად, არამიზნობრივად, რასაკვირველია, ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ მართლაც შეიძლება ესეთი დანაშაული იქნეს ჩადენილი, დაშვება არ მინდა, ვერც წარმომედგინა.
ფაქტია, რომ სტატისტიკურად ევროპაშიც და მსოფლიოშიც საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის მოწინავეთა რიგებშია, ამას რასაკვირველია ამაჩვენებელს ჩვენ არათუ გავაუარესებთ, კიდევ უფრო გავსდით, მაგრამ ძალიან არ მინდოდა მე პირადად რომ ეს მომხდარიყო აი ესეთი უშველებელი დანაშაულის გამოვლენის ხარჯზე. თუ კი იქნება რამე წარსულში თუ კი ყოფილა რამე თუ კი დღეს იქნება რამე მიუხედავად იმისა ვინ ჩადეს ამ დანაშაულს კორუფცია არის სერიოზულად დასჯადი ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ რაღაცა კეთილდღეობის მოპოვება სხვის ხარჯზე ეს არის სახელმწიფოს ძირის გამოთხრა მისი უსაფრთხოების სერიოზული პრობლემა უსაფრთხოებისათვის სერიოზული პრობლემის შექმნა მით უმეტეს თუ კი ეს თავდაცვის სამინისტროში ხდება. თავდაცვის სამინისტროში გამდიდდა კეზერაშვილიც. თუ დაასრულეთ, ჩაგეკითხებით გარემ ამავე თემაზე, რომ რატომ გახდა ეს საქმე ახლა ცნობილი? ან რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ხო ჯოშეფურჭულობა თავდაცვის მინისტრი? როგორც უკვე გითხარით, კითხვები ჩნდება იმ ნაწილში, რომ ვინ აფარებდა მას ხელს მაშინ მისი თავდაცვის მინისტრობის მესმის თქვენი შეკითხვის პათოსი, რომ თუ ის თავდაცვის მინისტრი ამას ჩადიოდა, რატო ვერან ვერ ხედავდა რევიზია, რატო არ ჩატარდა. ეს არ იყო დიდი შორეული წარსულის თემა. აგერ 17 წლის წინანდელი დანაშაული ამოიღეს, როდესაც ეროვნულ ბანკში ხელმძღვანელობა შეიცვალა, ამოიღეს TBC ბანკში 17 მილიონის გაქრობა და ოფშორულ ზონებში გადარიცხვა. თაღლითობა დადგინდა. მაგრამ ამას ჭირდება შესაბამისი მასალა შესწავლა. საკურველია შეიძლება ბევრი რამე იფიქრო, რომ ან დრო არ იყო ამისი, ან მორიგი შემოწმება არ ჩატარებულა აი ამ მოკლე პერიოდში. ყველაფერი შეიძლება თქვა, გარდა იმისა, რასაც ოპოზიცია ამბობს. მით უმეტეს არსებობს ეს პრეზუმპცია უდანაშაულობის. ასე მიადგეს საკითხს და ილაპარაკო იმაზე კი არა, რომ საქართველოში არ ინდობენ არავის და არც პოლიტიკური თემა არ არის ეს რეალურად ჩანს, ხო? ხო შეიძლება და ვიღაცას დაეფარებინა ამისთვის ხელი. ამას კი არ ამბობენ, ამბობენ იმას, რომ ეს დანაშაული კი არის, მაგრამ აი სხვებიც დანაშაულები არიან. რასაკვირველია, ეს არის ოპოზიციის ფანდი, რომ საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ რაღაცა ისეთი ხდება, რაც უნდა დავინახოთ და კორუფციასთან ბრძოლის ეს სურვილი და ეს შემართება, ეს რასაკვირველია, არ უნდა გამოჩნდეს. ეს მათი მიზანი და მათი იდეაა. ვინც არ უნდა იყოს. გუშინაც, დღესაც, ხვალაც იქნება დასჯელი თუ კი გამოვლინდა, რომ სახელმწიფოს დაუპირისპირდა აი ამ სცენის გავრცელებით, რასაც კორუფცია ქვია. რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს, გულისხმის ევროკომისიის წარმომადგენლების მხრიდან უფრო სწორად მოვისმინეთ, მაგალითად, წინა კვირას განცხადებები, რომ ის ანგარიში, რომელიც ქართულ მოხსნებამ გადააგზავნა ევროკომისიაში, არ არის საკმარისი და ოფიციალურად დათქმების შესრულებას ითხოვენ და ევროკომისიის წარმომადგენლებს ახლა უკვე ევროპარლამენტარები დაემატნენ, ამბობენ, რომ რეალურად არსებობს იმის საფრთხე, რომ საქართველოს ვიზა მიმოსვლა დაკარგოს. თქვენი იცით რა, ვინ ვის დაემატა, კიდე საკითხავია. ევროპარლამენტი არის უკვე დიდი ხანია ამ ნებისმიერ სიკეთის წართმევას ითხოვს, არა ხელისუფლებისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის. გაბრაზებულები არიან საქართველოს, ქართველებზე, საქართველოს მოქალაქეებზე. გაბრაზებულები არიან იმის გამო, რომ არ აყვა ხალხის საზოგადოება, არ აყვა ხაბეიშვილს და არ მოაწყო აქ სისხლიანი კალო, როგორც ეს უკრაინაში გააკეთეს და უკრაინიზაცია არ მოხდა. დიდი ხანია დაპირისპირებულები არიან. და დიდი ხანია ვიცით, რომ არანაირი გამჭვირვალობა არ შეიძლება უპირისპირდებოდეს ევროპულ პრინციპს ან თუნდაც ოჯახის სიწმინდის დაცვის მექანიზმების შემოღება. LGBT პროპაგანდის აკრძალვა არანაირად არ უკავშირდება ადამიანის უფლებების დარღვევას, პირიქით. და ამას რო გეუბნებიან და შენ ამ დათქმას ვერ ასრულებ, ესე იგი უნდა დაასკვნა, რომ ამ გარკვეული პოლიტიკური მიზანია
ჩართული ისეთი როგორც კობელიუს ან რასტა იუკნევიჩიანის აქვს საქართველოსთან მიმართებაში არაერთხელ გამოხატული. დათქმებთან დაკავშირებით სხვა რა პასუხი უნდა მისცენ, მაგალითად იცით რა, დიახ, ჩვენ დავუშვებთ ეცქესიათა ქორწინებას მაგალითად. დიახ, ჩვენ არ აღვძალავთ იმას, რომ ბავშვებთან შეიძლება ესეთი პროპაგანდის შეშვება აი ამ სივრცეში, სასკოლო სივრცეში ახსნაზე და აი ამ თემაზე და ამ სფეროში განათლების გაფართოვება. რა უნდა უპასუხოთ? რომ ჩვენ უნდა უთხრათ, რომ დიახ, იცით რა არის, მართალია თქვენ შემოგაქვთ გარკვეული თანხები, რომელიც ხმარდება ამ ექსტრემიზმის განვითარებას. მაგრამ ჩვენ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ უნდა გქონდეს, რას და როდის შემოიტანთ, რა გეგმებს მოემსახურება ეს თანხები. ამას ითხოვენ. და არც ერთი მათგანი, არც ერთი ეს პრინციპი არ არის დაკავშირებული არანაირად ვიზა ლიბერალიზაციასთან. ან რომელია პოლიტიკური პატიმარი. კონკრეტულად ადამიანი ძალით ჩადის დანაშაულს ისეც, რომ ზუსტად იცის, რომ ამისთვის პასუხი მოეთხოვება. ან რა საგარეო კურსია შეცვლილი. 2012 წლიდან როდის გახსოვთ ერთი მაგალითი მომიყვანეთ, რომ საქართველოს არ ემოქმედოს როგორც დასავლეთის, თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების მყარ პარტნიორს, თუნდაც ბრძოლის ველზე არ გასულიყოს ჩვენი ქვეყანა და რომელი რა დაგვითმა რუსეთმა ამ შემთხვევაში 2012 წლიდან. რით დაამტკიცა ის, რომ მართლაც საქართველო უყვარს და მის ხელისუფლებაზე ამოსდის ბზე და მთვარე. რომელია ესეთი მაგალითი? არც ერთი ესეთი მაგალითი არ არსებობს და სააკაშვილმა ჩააბარა ტერიტორიებიც, ჩააბარა სტრატეგიული ობიექტებიც და საერთაშორისო საავტორო ორგანიზაციის წევრობა ჩაახუტა. და რა მიიღო? რა მოითხოვა? კი ბატონო, გადაწყვეტილება მიიღო ესეთი. მაგრამ რა მიიღო ამისთვის? მიიღო ობამასთან შეხვედრის უფლება და ხელის ჩამორთმევის უფლება. ის მაინც მოეთხოვა, რომ არ შეეშალა რუსეთს ხელი აფხაზებსა და ოსებთან ქართველების პირდაპირ ურთიერთობებში. ის მაინც მოეთხოვა, რომ ეს დიალოგი ამ დიალოგისთვის ხელი არ შეეშალა. არაფერი მაგდაგვარი. ჩაშალა მოლაპარაკებები განზრახ და მერე შემდეგ არ მოითხოვა მაშინ ამ მოლაპარაკებების პროცესის აღდგენა, როცა ამის შესაძლებლობა იყო. ეს მოხდა და დღეს ეს ხალხი კოლექტიური ნაცმოძრაობის რესურსით უპირისპირდებიან ხელისუფლებას, რომელმაც სამართლიანობა საქართველოში დაამკვიდრა როგორც პოლიტიკა, სადიზმის ნაცვლად. აი ეს არის რეალობა და ამ რეალობის საპირისპირო არაფერი არ არსებობს. სტრასბურგის სასამართლომ დაამტკიცა. დავანებოთ თავი ქართულ სასამართლოს. სტრასბურგის სასამართლომ დაამტკიცა, რომ ნიკა გვარამია ნაყაჩავარით სააგებლობდა, ძარცვავდა რუსთავი ორს. სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ სისტემური ხასიათი ქონდა ადამიანის წამებას. სტრასბურგმა დაამტკიცა ის, რომ ადამიანები იყვნენ დაჩაგრულები ხელისუფლებისაგან. ჩვენ არ გვითქვამს ამაზე, ხო, არაფერი. და ყველამ ვიცით. ათასობით ადამიანმა შავი სამარე, ცივი სამარე მიიღო იმ პოლიტიკით, რაც დღეს ჩვენ ოპონენტებს დავიწყებული აქვთ. ამას რო წერთ, იმიტომ გავაგზელე, რომ და სატელევიზიოსი იქნება სადმე ჩაიწეროს კიდევაც რა. კი ბატონო, და კითხვას დაგისვამთ ბატონებია, გერმანიის ევროშთან დაკავშირებით მინდა რომ გკითხოთ, ფიშერი გამოიხმაურა ზოგადად მისი მისამართით აი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებას, ალბათ კი წაიკითხავდით რამდენიმე დღის წინ. სოლიდარობა რო გამოუცხადეს პეტერ ფიშერს, თუმცა ამ შემთხვევაში ფიშერმა ისაუბრა ზოგადად გერმანია-საქართველოს შორის ურთიერთობებზე და განაცხადა, რომ დიდ პროგრესს მივაღწიეთ საერთო ხედვისკენ. მოდით დავიცვათ ეს და ერთად გავაგრძელოთ წინსვლა. ასეთი რაღაც თქვა პეტერ ფიშერმა. თქვენ ახლა რა პონჩი მივაღწიეთ? ხო და აი თქვა როგორ უყურებთ ახლა მისამართი? რაში მივაღწიეთ თუ რაში? ზოგადად გერმანია-საქართველოს შორის ორი გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების აი ესეთი ინტენსიური და გეგმაზომიერი გაფუჭება ერთი ელჩის მიერ ისტორიას არ ახსოვს. ურთულესი სიტუაცია ქონდა საქართველოს. გერმანელები ყოველთვის ეხმარებოდნენ და გვერდში ადგნენ. ისევე როგორც წარმომადგენლები შესანიშნავი ინტელექტუალური
საზოგადოებისა, თუნდაც ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის ამდენი გვარები ვიცით, რომელმაც საქართველოს აშენებაში მიიღო მონაწილეობა. იყო ძალიან რთული პერიოდები და გერმანელებს არასდროს არ უღალატიათ აი ამ ურთიერთობისთვის. დღეს რას ვხედავთ, რომ ფიშერი პირდაპირ ჩართულია იმაში, რომ ექსტრემიზმი განვითარდეს საქართველოში. პირდაპირ ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე. და ამას არ უნდა პოლიტიკური შეფასება. ზუსტად დადის იმ ადამიანებთან, რომლებიც შემდეგ მეორე დღეს ვისაც ვხედავთ აი ამ აგრესიულ პერფორმანსებში და აგრესიულ აქციებში, რომელმაც არაერთი შეჯახება გამოიწვია. ასე რომ ეს არის დასაფიქრებელი, რა ხდება, რა დავაშავეთ, რა ვერ მოვაწონეთ. თუ გინდათ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს. როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ყოფილი და ეხლა საკმაოდ დაფუძნებული პოლიტიკოსი ჩადის სირიაში და სირიელ ლიდერს ეუბნება, რომ ის არის დემოკრატიის ბურჯი, იცის ზუსტად რა ხდება და უშველებელ მილიარდობით დაფინანსებას პირდება. და ითხოვს, რომ სირიელები ჩავიდნენ გერმანიაში პირდაპირ ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე და მიეხმარონ გერმანიას დემოგრაფიული პრობლემების დაძლევასა და გამრავლებაში. აი ეს არის, ეს რეალობაა. ამას მე პირადად რომ სავთქვა, ხო ვიცით? ხო ამ არის ჩანაწერები. როგორ საუბრობენ, იმიტომ გერმანიას თავისი ინტერესი აქვს. ჩვენ შეიძლება აღშფოთდეთ, შეიძლება გერმანიას შეუტიოთ, მუშტების დავაკაკონოთ, იქიდანაც წავე ხისტი პასუხები მივიღოთ. მაგრამ ფაქტი არის ის, რომ გერმანიას აქვს თავისი ინტერესი. და ეს ინტერესი ეხება რუსეთის აგრესიის, ან შესაძლო აგრესიის, ან მიმდინარე აგრესიის დივერსიფიცირებას სხვა მიმართულებით. მათ შორის საქართველოსკენ, სადაც რუსეთს საკმაოდ სერიოზული სამხედრო შენაერთი ყავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის მისი ინტერესი და ამ ინტერესს ემსახურება ფიშერი. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის, უბრალოდ გულდასაწყვეტია, რომ გერმანიამ ასე გადაწყვიტა საქართველოსთან ურთიერთობის გაგრძელება. თუ კი რაიმე პოზიტივი აქვს ხედველობაში, რასაკვირია, ამას მე ვესალმებით. კარგად იყო.